სიგნიფიკაცია, რა ენერგიებში ხართ ახლა? ვისი უნდა იყოს გაშლა? თქვენ რაღაცა არჩევანის იმაში ხართ პროცესში, ემოციურ დონეზე, როგორი არჩევანის პროცესში, იცით? რაღაცა ნაბიჯი გადადგათ, არ გადადგათ, ემოციურად, რას მოგცემთ ნაბიჯის გადადგმა, შეიძლება ეს ეხებოდეს თქვენს ოცნებას, რაც არ არის ძალიან შორეულად გიჩვენებათ და ცდილობთ მაქსიმალურად ქმედითი ფორმით სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგავთ, დასკვნები გამოიტანოთ. გამიგეთ, დასკვნები გამოიტანოთ, რომ აი ეს ნაბიჯი რას გამოიწვევს იმ ადამიანში, ის ნაბიჯი რას გამოიწვევს. ემოციურ დონეზე რაღაცა ორი ალტერნატივა გაქვთ და რაღაცა გიკავიათ ხელში, იცით, მაგრამ არიცით ეს ადამიანი საცხოვრებლად დაბრუნდება თქვენთან, სერიოზულ ურთიერთობას შემოგთავაზებთ, განახლდება ეს ურთიერთობა, თუ ისე უნდა გეშინოდეთ, რაღაცა ისეთი ოცნების ემოციებში ხართ, ენერგიებში ხართ. ის რატო ჩაქრა? რაღაცაზე ოცნებობს აქ ადამიანი. და თითქოს აი საკუთარი ოცნებისკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით აქვს ეს გათვლები. რა მოქმედებას უნდა ელოდეთ მაგ ადამიანისაგან, ვიზეც ახლა თქვენ ფიქრობთ, მაშინ მოდი ვნახოთ. რა მოქმედებას უნდა ელოდეთ მაგ მამაკაცისგან, ვიზეც ახლა თქვენ ფიქრობთ. გასაგებია. აი ძალიან ცალსახად ჩაშალა კლასიკურმა ტარომ და ორაკულმა ეს კითხვა. პასუხები მოგცა კაფეო. რა მოქმედებას უნდა ელოდეთ? ძალიან ძლიერი ემოციური მარტოობა, ის განცდა აქ ამ მამაკაცს ძალიან აკლია თქვენი ემოცია, გამიგეთ. რას უნდა ელოდეთ და მასში თუ იყო წინააღმდეგობა იმისა, რომ აი თქვენამდე გზა ჩაკეტილი ქონდა, ხო? აი ეს ემოციური სიმცირე, ემოციური უთქვენობა, ძლიერი უთქვენობა ემოციურ დონეზე ამ მამაკაცს გადმოადგმევინებს ნაბიჯს. ეს ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, რომ რა გზით მოსულიყო თქვენამდე, აი გზას ვერ პოულობდა, მაგრამ ეს როგორ დაინარო, აქ რას გვეუბნებით?
ეს შეიძლება სადღაცა გხედავთ ინტერნეტში ეს ადამიანი და ჩერეს მაგით აი რაღაცა ნიშანს მიიღებს რომ გზა გაეხსნას და ნაბიჯს განმარტავს. იცი რა, ეს გხედავთ, კი, შორიდან გხედავთ, როგორი ბედნიერი ხართ, როგორ ლაღად ხართ, კარგად ხართ, შეიძლება ინტერნეტში, კი, შეიძლება. იმიტომ რომ აქაც რა ხდება თქვენს ენერგიებში, აქ აქტიურობთ ინტერნეტში, რის მეშვეობითაც ეს ადამიანი ფიქრობს, როგორი რაღაცა არის. აქ თქვენ თითქოს გახვედით სამშვიდობოს და იმ დარდისგან და ასე ვთქვათ, უმოქმედებისგან, ბევრი ფიქრის შედეგად, თქვენ ახალ გზაზე მიდიხართ და ეს რა მოქმედებას აიძულებს მაგაც. ეს არის ჩემი შანსიო, იტყვის, აი თითქოს ღმერთმა არსაიდან გამომიგზავნა ეს ჩემი მონათესავე სულიაო და ეს არის ჩემი ბედისწერა, ეს არის ჩემი გაჩერებული, ასე ვთქვათ, ცხოვრების მამოძრავებელი ბორბალი რო იტყვიან რა, აი მანქანის ბორბალი რო გაჩერებულია, მატორი რო გაფუჭებულია, თქვენ ხართ ამ ადამიანის მატორი, რომელიც ამოძრავებს ამ ბორბალს და ამას ხელს კრავდა ეს ადამიანი, რას იმოქმედებს და მიხვდება რას იმოქმედებს. ჯერ თქვენ გელოდებათ, მაგრამ აღონდ ის არის, რა ქვია, აი უნდა ამაში ანთებთ უდიდეს ცეცხლს. ამან არ იცის ახლა ამა რო იმოქმედოს, თქვენ მარტო ხართ, არ ხართ მარტო, აი ეს აწუხებს. თქვენს ცხოვრებაში რაც მაგას დაშორდით, ვინმე ხო არ წამოვიდა, აი ამაზე ფიქრობს ეს და ყოდება ეჭვიანობით. მაგრამ ის ზუსტად იცის, რომ გახვედით ამ რთული გზიდან, მაგრამ ეს მამაკაცმა გააკეთა თქვენს ცხოვრებაში და თქვენ თვითონ გახვედით, ეს არ იცის. ხო არ იცის რა ხდება, აი ბუნდოვანია თქვენთან მოსასვლელი გზა, შანსი აქვს თუ არა, აქ არ იცის, კარგი. მაშინ გითხარი ხა. შენ კარგი გითხარი ცალსახად, რომ ამის ნაკლებობას განიცდი, გინდა ყველაფერი ცუდად უკან დარჩეს და ახალ გზაზე მოდიხარ ამასთან, მოწეს მოდიხარ თუ მიდიხარ, შევასაკეთებ ამით, ძვირფასი. მოდიხარ თუ მიდიხარ. მოდის. მაშინ მოდი ვნახოთ რჩევა თქვენთვის მაღალი ძალებისგან, რას გირჩევენ მაღალი ძალები ახლა ამ სიტუაციაში მყოფს თქვენ. ერთი რამე იცოდეთ, ამ კაც შეიძლება გონია, რომ თქვენ რაღაცა გაუკეთეთ ამას. და იმიტომ ხართ ცივ ენერგიებში და ზუსტად იცით, რომ ეს მოვა. და არ უნდა რომ მოიტყუოს თავი ღმერთო ჩემო. აი, არ ვიცი, ჩემთან ასეთი ადამიანები ყოველ შემთხვევაში არ ამგონია ამ არხზე გაჩერდნენ და ვინც ასეთ რამეს იკადრებს, რომ გააკეთოს, ერთი რამე იცოდეთ. ამაზე საშინელებას არც თქვენ თავს, თქვენ სულს, თქვენ შთამომავლობას, თქვენს ოჯახს არაფერს არ გაუკეთებთ. აქ არ ამგონია, მაგრამ ამას გონია უბრალოდ. რას გირჩევენ მაღალი ძალები და მაღალი ძალები იმას გირჩევენ, რომ ეს ადამიანი გამოჩნდება და გამოვა კომუნიკაციაზე და
თქვენ თუ ადრე გქონდათ ფარული სექსუალური ურთიერთობა და დიდი ხნის განმავლობაში მე აქ იყო როგორი რაღაცა იცი თუ ესეთი ურთიერთობა გქონდათ და ეს იყო თქვენთვის დანაკლისი შეგრძნება ურთიერთობაში აქ ეს ადამიანი გამოჩნდება რაზეც ბრაზობდით და რის გამოც არ ჩანდით თქვენ და რის გამოც ასე ვთქვათ ძალიან მტკივნეული პერიოდები გაქვთ გავლილი ეს ადამიანი გამოჩნდება უკვე უშუალოდ ბედით დაკავშირებისთვის ამ ურთიერთობაში სადაც გელოდებათ დიდხნიანი ურთიერთობა და გელოდებათ ვიღაცას შვილი ორსულობა ამ ადამიანთან. კი, რა თქმა უნდა, სექსუალური ურთიერთობა გელოდებათ, ოღონდ არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო თქვენ შორის, ჩემო კარგებო. თქვენი იყო გაშლა, ველოდები ლაიქებს, რათა მე მივხვდე, რომ იყო ადამიანების ეს გაშლა და რათა მე მივხვდე, რომ გჭირდებათ ჩვენს არხზე მსგავსი გაშლები. გემშვიდობებით პოზიტიური დადებითი ენერგიებით და გისურვებთ წარმატებულ ბედნიერ დღეს ჩემო ძვირფასებო.